წარმოიდგინე ორი რესტორანი. მენიუც პრაქტიკულად ერთნაირია. ფასებიც მსგავსია და გვერდიგვერდ მდებარეობა. მაგრამ ერთი ყოველთვის რიგია, მეორე კი ხშირად ნახევრად სარიელია. რატომ ხდება ასე? განსხვავება არ არის არც საკვებში და არც ფასში. არამედ იმ გუნდში, რომელიც მომსახურებას ქმნის. როგორ გვხვდება პერსონალი, რამდენად სწრაფად და ხარისხიანად მუშაობენ, როგორ ზრუნავენ დეტალებს. ყველა ტიპის ბიზნესში იგივე პრინციპია. საბოლოო შედეგს ყოველთვის გუნდი განსაზღვრავს. მე გიორგი ვარ და დღეს ერთად განვიხილავთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაშინ როცა კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან ძალაზე. გუნდზე ვსაუბრობთ. როგორ შევკრიბოთ სწორი ადამიანები და როგორ მივიღოთ მათგან მაქსიმალური შედეგი. დავიწყოთ მთავარი კითხვით. შენი თანამშრომლები და რამდენი მუშაობს ისე, თითქოს ამას საკუთარი კომპანიისთვის აკეთებენ. კვლევითი კომპანია Gallup-ის ყოველწლიურად 140-ზე მეტ ქვეყანაში იკვლევს დასაქმებულებს. ბოლო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში 5 თანამშრომლიდან მხოლოდ 1-ია რეალურად ჩართული თავის საქმეში. შესაბამისად, მხოლოდ 20% ასრულებს შედეგიანად დაკისრებულ მოვალეობას. დანარჩენი 80 კი უბრალოდ საათებს ითვლის სამუშაო დღის დასრულებამდე. ან უარესი, აზიანებს სხვა თანამშრომლების შედეგის უნარიანობასაც. Gallup-ის შეფასებით, ეს დემოტივაცია მსოფლიო ეკონომიკას წელიწადში $10 ტრილიონ-მდე უჯდება. ახლა დაფიქრდი ქართულ რეალობაზე. რამდენჯერ გსმენიათ ან თავად გინახავთ კომპანია, რომელიც ათასობით ლარს ხარჯავს სარეკლამო კამპანიებში და როცა მომხმარებელი რეკავს, ტელეფონს გაღიზიანებული ოპერატორი პასუხობს. რეკლამამ პოტენციური კლიენტი მოიყვანა, დემოტივირებულმა თანამშრომელმა კი სამუდამოდ დააკარგვინა კომპანიას მომხმარებელი. ასეთ დროს მარკეტინგი კომპანიის დაპირებაა. გუნდი კი ამ დაპირების განმახორციელებელი. და თუ დაპირება არ სრულდება, ყოველი დახარჯული სარეკლამო ლარი შენი კომპანიის წინააღმდეგ მუშაობს. ძლიერი გუნდი კი შემთხვევით არ ყალიბდება. ის იქნება სისტემურად, სწორად დაგეგმილი მოტივაციისა და გარემოს მეშვეობით. თუ კომპანიას სურს შედეგზე ორიენტირებული გუნდი, აუცილებელია რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად მუშაობა. 2012 წელს Google-მა დაიწყო მასშტაბური კვლევა, რომელსაც დაარქვა პროექტი არისტოტელე. მათი მიზანი იყო გაერკვიათ, რა ქმნის რეალურად წარმატებულ გუნდს. თავიდან მკვლევარები დარწმუნებულები იყვნენ, რომ პასუხები ნიჭში იმალებოდა. შეკრიბეს საუკეთესო სპეციალისტები და მიიღებს საუკეთესო გუნდს. მაგრამ ასობით გუნდის შესწავლის შემდეგ შედეგმა ყველა გააოცა. თავარი კი ის კი არ აღმოჩნდა, ვინ არის გუნდში, არამედ როგორ ურთიერთობენ ისინი ერთმანეთთან. ნომერ პირველი ფაქტორი თავისუფლად და ღიად საუბრის შესაძლებლობა იყო. გარემო, სადაც ადამიანს არ ეშინია კითხვის დასმის, შეცდომის აღიარების, ან თუნდაც განსხვავებული აზრის თქმის. აზრთა მრავალფეროვნება ქმნიდა უფრო მყარ გადაწყვეტილებებს, თანამშრომლებს კი აძლევდა თავდაჯერებულობას და რა თქმა უნდა ღირებულების განცდას. ეს კი პირდაპირ აისახებოდა მუშაობის ხარისხს. ამიტომ დანერგეთ რეგულარული მოკლე შეხვედრება, სადაც თითოეულ თანამშრომელს ექნება შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატოს აზრი, შემოგთავაზოთ გაუმჯობესების გზები. ძლიერი გუნდი ჯერ კიდევ კანდიდატების შერჩევის ეტაპზე ყალიბდება. დღეს საუკეთესო თანამშრომლები კომპანიებს მხოლოდ ხელფასის მიხედვით აღარ ირჩევენ. მათთვის მნიშვნელოვანია სამუშაო გარემო, განვითარების შესაძლებლობა, მოქნილი გრაფიკი, ბენეფიტები, რეალურად ფასდება თუ არა მათი კონტრიბუცია. და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. Gallup-ის კვლევების მიხედვით, მაღალი ჩართულობის გუნდები 23%-ით უფრო მომგებიანები არიან, თანამშრომლები კი გაცილებით იშვიათად ტოვებენ კომპანიას. თითოეული წასული პროფესიონალის ჩანაცვლება, შერჩევა, გადამზადება კომპანიას ხშირად წლიური შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უჯდება. სხვა სიტყვებით, ბენეფიტი და კარგი გარემო ხარჯი კი არა, ინვესტიციაა, რომელიც კადრების დაკარგვის შემცირებით და პროდუქტიულობის ზრდით ბრუნდება. კონკრეტულ ბაზარზე სწორედ ეს დამატებითი ღირებულებები ხდება მთავარი ფაქტორი, რომელიც პროფესიონალებს თქვენს კომპანიაში მოიყვანს. და შემდეგ კი იქ დარჩენის სურვილს გაუძლიერებს. ჩამოაყალიბე გუნდის კულტურა, რომელიც მუდმივად შეახსენებს თანამშრომლებს სად და რატომ მუშაობენ. რამდენად ღირებული კომპანიის ნაწილნი არიან ისინი და რა მიზანს ემსახურებიან. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროფესიული სერვისების კომპანია KPMG 2014 წელს სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. თანამშრომლების დიდი ნაწილი სამუშაო გარემოს უარყოფითად აფასებდა. თავდაპირველად მენეჯმენტი პრობლემის გადაჭრას, რა თქმა უნდა, ტრადიციული გზებით შეეცდა. გაზარდა ხელფასები, გაუმჯობესა ბენეფიტები, დანერგა მეტი მოქნილობა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ პრობლემა გაცილებით ღრმა იყო. სწორედ ამიტომ კომპანიამ სრულიად განსხვავებული მიდგომა აირჩია. KPMG-მ დაიწყო ისტორიების გაზიარება იმის შესახებ, თუ როგორ ცვლითა მათი თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობა კომპანიების, საზოგადოებისა და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას.
მოგვიანებით კი თანამშრომლებსაც თხოვეს გაიაზრებინათ საკუთარი ისტორიები. რა მნიშვნელობის შედეგი მოიტანა მათმა შრომამ? შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიამ 10,000-ობით რეალური ისტორია მიიღო, ხოლო თანამშრომლების ჩართულობა და мотиваცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძლიერი გუნდი მხოლოდ კარგი ანაზღაურებით არ იქმნება. ადამიანები უფრო მოტივირებული მუშაობენ მაშინ, როცა აცნობიერებენ, რომ მათი ყოველდღიური შრომა რეალურ გავლენას ახდენს. ამიტომ დანერგე სისტემა და პერიოდულად შეამოწმე, რას ვაკეთებთ, როგორ მუშაობთ ერთად, როგორ ვაზიარებთ ინფორმაციას, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შემდგომ გაანალიზე მიღებული პასუხები და იმოქმედე შესაბამისად. ახლა კი დაუბრუნდეთ იმ ორ რესტორანს, რომელიც დასაწყისში განვიხილეთ. შენი კომპანია ამ ორი რესტორნიდან რომელია? თუ პასუხი არ მოგწონს, დღეს უკვე იცი საიდან დაიწყო. საბოლოოდ ძლიერი გუნდის შექმნა ცალკე სტრატეგიული პროცესია, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს იმ ძალისხმევად, რასაც მასში დებ. თუ ახლა იწყებ გუნდის ჩამოყალიბებას, ეწვია eWork-ის პლატფორმას და შექმენი ვაკანსია, რომელიც ზუსტად მოიზიდავს შენ მოთხოვნებზე მორგებულ კანდიდატებს. შექმენი სრულფასოვანი და შედეგზე ორიენტირებული გუნდი eWork-ის დახმარებით.